Სამი ძმდებო, ცუდი ხელოსანი პირდაპირ ეთერში არ არის. და ეს ჩანაწერია. მოგესალმებით. ითხოვდით მარშრუტის პროექტი מחარ სად არისო და აგერ მოვიდა მარშრუტის პროექტი, ველოდებოდით რაღაცების ჩამოსვლას მოკლედ. ესო არ გეჩვენებათ, რასაც ხედავთ ეგ არის ეკოფლოუა. ეს არის სახლი მანქანა, დღეს ვისაუბრებთ ყველაზე რთულ ამბავზე, რასაც შევეჩეხეთ იდეაში. ვისაც სახლი მანქანის გაკეთება გინდათ და სურვილი გაქვთ, არ არის აუცილებელი კიდე დაგვიწეროს ეს მარშრუტკა კარლაინისგან ჩამოვიყვანეთ იდეაში, კარლაინი დაგვეხმარა ჩამოყვანაში. კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ იქ მივეცით $1000. აქ დაახლოებით $5000 დაჯდა გაბაჟება და მატორი ჩვენ თავაწყეთ. მატორიც ეს დაახლოებით $1000 დაგვიჯდა. ნაწილები დაცვიყიდეთ რა. არა, 1000 არა, 1500 დაჯდა რა, დაახლოებით ეგრე. ჩვენ დაგვიჯდა იაფი, იმიტომ რომ ჩვენ თავაწყეთ, მაგრამ თქვენ თუ ხელოსანი გინდათ, შემიძლია დაგიწეროთ კარგი მატორშიკები, გიორგა ერთ ჩვენი ძმაკაცი თუ დაიჭირი ადგილზე ააწყობს. თუ გაქრაფე რა აწყობს ერთ თითოეულას დიო. კიდე ვიღაც გოგო ვნახე, ვიყიდეო სახლი რაღაც მონაკვეთი შეხვდა, ძველებური მარშრუტკა იყიდა, ხო და ყველაზე სირთულესაც შევეჭიდეთ, ეს არის მარშრუტკის შიდა მოხმარებები იდეაში. შიდა მოხმარებისთვის რაც გვჭირდება, ეს არის ცხელი წყალი, აუცილებლად უნდა გქონდეთ ცხელი წყალი, იმიტომ რომ კომფორტია პირველ რიგში და ბანაობა, ცივ წყალშიც არ გინდათ და ადუღებულ წყალშიც არ გინდათ ბანაობა და ნერთბილ წყალში გინდათ. ან უცებ შეიძლება წვიმიან ამინში მოგინდეთ ბანაობა და ცივი წყლით ფიზიკურად ვერ დაიბათ, იმიტომ რომ ბაკები სადაც ყენდება, გარე ჟესტთან ახლოს არის და ტემპერატურას მალე იღებს გარე ტემპერატურას წყლისას. ამიტომ შეიძლება ცივი წყლით მოგიწიოთ ბანაობა და გაცივდეთ და ფილტრების ანტებით დაწვეთ მე კაროჩ ბევრი ისა. ჩვენი მთავარი სპონსორი იდეაში არის ეკოფლოუ, რომელმაც გენიალური რაღაც აქნა რა. დანელამ აი სიგიჟე გააკეთა. ეკოფლოუმ გადმოგვცა მანქანის შიდა კიტ სისტემა, რომელიც არის 5 კილოვატი დენი რა. ეს არის ტყვიაჩი. ნენელა ხა გავაანბოქსებ იდეაში ამას. რას ნიშნავს ეს კიტი ხა რა? ესეთი ახალი ყუთშიც გვაქვს, პროსტა თვალსაჩინოების ვისწავლეთ. ეს არის კონტროლერი იდეაში. აქედან ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყენდება მანქანაში. აქ დენი მოდის ელემენტიდან. ეს არის ელემენტი, რომელსაც ფრთხილად გავხსნი. ეს არის 5 კილოვატი დენი. ეკოფლოუს პლუსი ის აქვს, რომ ნებისმიერი გაჯეტი, რაც ამათთან კიდე 5 კილოვატი მიმდეს, გვერდზე უდებ წიკ პატარა კაბელი დიდინ ერთდება. და თვითონ ანუ მოდელი უბრალოდ გვერდზე კი არ უდებ. ჩვენი მოდი, აი, აქედან ესდება რა. ტყლუp დაუჭერ ორი სისტემა გაქვს 10 კილოვატი, 15, 20. შეგიძლიათ რომ 20 კილოვატამდე აიყვანოთ იდეაში. მაგრამ არის გზები რომ უფრო მეტიც დააერთოთ რა. შესაძლებელია ეს გეუბნებით თვითონ რაც არის. ქართულად და ელექტრულად შეგიძლიათ რომ რაღაცები ხიმანდრო და უფრო მეტი, მაგრამ მეტი, მართლა, სოფლის გარანტება თუ გინდათ. ყველაზე მთავარია რომ ამაში ყველაზე მარტივი ის არის რომ თქვენითაც შეგიძლიათ ამის აწყობა რა. არა მარტო სახლ-მანქანაზე, მაგალითად ეხა ბევრმა დაიწყო კოტეჯების მშენებლობა იდეაში, სადმე მიყრუებულ ადგილზე, ლამაზ ბუნებაში, სიჩუმეში, სადაც ელექტროენერგია ყოველთვის არის პრობლემა. შეგიძლიათ ელექტროენერგია რომ ანუ დიზელი და ასე შემდეგ ისინი დიჟოკები, გენერატორები რო არ ამუშაოთ, 600 ვატიანი მზის პანელები შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეკოფლოუსი, რომელიც ტენის ამას, ანუ არაფრისგან მზის ენერგიისგან მიიღებს წყაროს. ღრუბლიან ამინჩი, რა თქმა უნდა, ცოტა ნაკლები აქვს დაკარგვა, მაგრამ მზიან ამინჩი ზაფხულისთვის თუ აწყობთ ამ კოდებს, გიჟივით მუშაობს რა. და ერთი ცალი 5 კილოვატიანი დენი, მე მგონია რომ გაზი თუ იმაზე გექნებათ შეუულებრივად, ყელში ამოგივათ რა. ეხა პლიტა არ უნდა ჩართო და მეზობელი არ უნდა ჩამოგეკიდოს და დანარჩენი ყველაფერი, ძმაო, 90-იანების მეზობელი თუ ჩამოგეკიდა ძალიან მალე დაცლეს. იმიტომ ის პლიტას მინუტკა კიდე ასე შემდეგ. ნებისმიერ ამას ამუშავებს. 220 ვოლტზე რაც მუშაობს. ეს არის ბატარია. ყველაზე მთავარი არის რომ გარანტია მოყვება 10 წელი რა. წარმოებელი აი ელემენტზე არ ვიცი ხო თქვენ ვერ ერკვევით 10 წელს რო გაძლევს გარანტიას ნიშნავს რომ ტრაკი აქვს რომ 10 წელი მოხდეს გარანტია. თან ეს ამის გაგზავნა არ გიწევთ სადღაც ჩინეთში და ამერიკაში რომ შეიკეთონ და გამოგზავნონ. აქვე აქვს სერვის ცენტრი და თუ რამე იდეაში 10 წლის მე რამე მოუვა 10
9 წელიწადს თუ რამე მოუვიდა, კაია. მიდიხარ, გიკეთები, მოდიხარ, კიდე დავიდა. 10 წელი ელემენტებზე, ლითიუმის ელემენტებზე გარანტია, აი მართლა გეუბნები, უსასრულობას ნიშნავს, რაც სვეტში. ეს არის ბოქსი, რომელიც იდეაში მე ამებსაც განახებთ. ძალიან მარტივად არის რა. აი ეს კაბელი მოყვება, EcoFlow ბათერი. ძიქ ჩაჯდა და აქედან უნდა იყოს DC out-ი, აი აქვე ჩემო დებილებისთვის, ჩემნაირი ხალხისთვის. ბათერი 1, ბათერი 2. ძერენ ჩაჯდა. ანუ ჩვენ ბატარეა დავაერთეთ მმართველზე. ეს არის გამონაწილებელი. საიდან შეგიძლია AC 10 ამპერიანია 220 გამოიყვანო, ასევე შეგიძლია აქედან უერთდება უკვე მეორე კონტროლერს, რომელსაც გაჩვენებთ იდეაში. ეს არის რამე რკინა არა გვაქვს. ნახე, ყველაფერი პლასტმასია ჩემ. სარკიტი, smart controller-ი, fused box. ეს მეორე იმიტომ რომ დანელამ ახალი გახსენიო, მაგრამ აი ძველი გავხსენი. ეს არის ახალი. და ეხლა აქ რაც ყველაზე მთავარია, მოუნთკიტები რა. კაბელები. ესე იგი, შემდეგი ამორს ვაერთებთ. შემდეგი არის fuse box-ი რა. იდეაში მე პრობლემა მქონდა რომ ეს ამდენი დაანდგარი უნდა შემეერთებინა. ყველაფრისთვის მაშინ ცალკე უნდა ამეწყო მცველების ყუთი რა. მაგრამ EcoFlow-მა ამაზე იზრუნა. fuse box-ი არის ცალკე რა. ოპა. ძუძუებში ჩამოვა. fuse box-ი არის ცალკე. ესე იგი, აქედან იჭრება, აქედან შემოდის კაბელი. ანუ ეს კონტროლერიდან გამოდის fuse box-ის კაბელი, უკვე საიდანაც ნაწილდება 220 და 12 ვოლტი. და ამ fuse box-ზე კიდე ცალკე ერთდება smart controller-ი, LED-ი, რომელთაც უკვე აკონტროლებ პირველი ჩენელი 2, 3, 4, ანუ ჩენელებად არის დაყოფილი და 220 და 12 ვოლტები. და რომელიც ჩართო და გამორთოთ. მაგალითად, კონდიციონერზე თუ გაქვთ 12 ვოლტიანი კონდიციონერი თუ გაქვთ და მიერთებული გაქვთ ამაზე, შეგიძლიათ დააწვეთ 12 ვოლტიანი კონდიციონერის ჩენელი გათიშოთ და დენი გაითიშება. ან იმითი Wi-Fi იდეაში ტელეფონზე დააკავშიროთ და ნებისმიერი საქართველოს თუ საზღვარგარეთის ნების უცებ აი წახვედი გერმანიაში, ხო? და მაშინ გადაგშა ჩართული. თლუ გამორთე, დენი, всё. მარტივია. აქაც ძალიან მარტივად არის. AC out-ი, DC out-ი. AC ყოველთვის ნიშნავს 220 ვოლტს. N-ი დამიწება პლუსი, ანუ მინუს საკაერთებთ 1 ნახე ახატია. 1 არ შეგეშალოთ. აქ არ ჩაერთოთ, აქ არ ჩაერთოთ. პირველიდან L-ი, ანუ ნეიტრალ და L პლუსი. პირველი 1 2 3 4 5 6 ჩენელი აქვს. ეს არის ამპერები, ამისი პირველი 6 ჩენელის მექანიკური გამომრთელი რუბელნიკები, რასაც ეძახით. ამპერაჟის მიხედვით, ესენი არის ძლიერები, ესენი არის სუსტები. აქედან აერთებ და DC out-ი. DC out-ზე გაქვთ 12 ჩენელი რა. აქ დევს მცველები 220-ისა, ამომრთელები. და აი ეს მცველები არის 12 ვოლტისა. რამდენზე უნდა იმუშაოს? ანუ რამე თუ დაიწვა და რამე ელექტრობაში პრობლემა იყო, იწובה ეს, ამას ჩვეულებრივად ამოიღებთ. ჩვეულებრივი მცველია, მანქანისა, ისე უკან ჩააგებთ ახალს. ანუ ისე რომ თქვენი აპარატურა დაცულია სრულად რა. აქედან არის DC out-ები. ამის ყველაფრის კონტროლერი გაქვს იდეაში. აქედან გამომდივართ დენს. ყველაზე მთავარი რაც არის ახლა. AC in ნიშნავს რომ AC შემსვლელი არის აქედან და ყველაზე მთავარი. აი ეს კონტროლირებადი რაც არის, აქ შეგიძლიათ უკვე ჩვეულებრივად პინით დააერთოთ მზის ბატარეა და სახლი მანქანის პლუსი რაც არის, რომ აქედან შეგიძლიათ შეიყვანოთ მანქანიდან დინამოდან გამომავალი 12 ვოლტი, რომელიც დაიწყებს პარალელურად სიარულის დროს ამის დატენვას. ანუ გარდა იმისა, რომ მზე თუ არ იქნება, ალტერნატიული წყარო გაქვთ, რომ მანქანიდან დაიტენება სიარულის დროს ეს ბატარეა. თვითონ არის სულად ავტომატიზებული, როგორც კი დაიტანება, გაითიშება და discharge-ს დაიწყებს. ანუ განმუხტვა, იმიტომ ჭირდება, რომ დიდი ხანი თუ გიდევთ ბატარეები არ დაიბეროს, ამიტომ დაახლოებით 2-3 დღეში თვითონ ჩართავს და დაიწყებს discharge-ს.
იმიტომ რომ მოხმარებაში როცა არ იქნება პროსტა უბრალოდ დევს ბატარეა, დაიწყებს განმუხტვას, რომ არ გააფუჭოს შიგნით ლითიუმი. იმიტომ რომ სულ ამას იძახიან ხოლმე რომ ბატარეა უნდა იდოს, არა. ბატარეა უნდა მუშაობდეს, დაჯდეს, დაიმუხტოს, დაჯდეს, დაიმუხტოს. იმიტომ რომ ციკლი რაც უფრო დიდია, ну გასაგებია რესურს ეწურება, მაგრამ უფრო დიდხანს იმუშავებს, ვიდრე ურესურსოთ რო გედოთ რა. თუ არ გჯერათ ორი ელემენტი, ორიეი დადეთ, ერთი ამუშავეთ საათში, მეორე ერთი კვირა აცადეთ და ნახავთ რომ ის უფრო ნაკლები ხანი იმუშავებს, ვიდრე რომელიც მუშაობდა და იხარჯებოდა. ასევე პლუსი აქვს ამას, რომ 220 შეგიძლიათ გამოიყვანოთ მანქანიდან და ნებისმიერ სადმე კემპინგზე რო გაჩერდებით და მაგალითად ჩამოხვალთ ქალაქში და დენი იქნება, შეაერთოთ და fast charge-ით ისიც ცალკე დატენეს. ეს ყველაფერს თვითონ გაანაწილებს იდეაში. მანქანიდან რო გააჩერებთ დატენით 220 შედის და უფრო მალე დატენის და ანუ სამი გზა გაქვთ რომ ეს ბატარეა დატენოთ. ვერსად ვერ გაჩერდებით, ისე უდენოთ რა. სადმე შეერთებთ დატენი, მანქანიდან იტანება, მზის ბატარეიდან იტანება. Fuse box-ი ახსენით, smart controller-ი. ეხლა რაც შეეხება აბსოლუტურად კრონშტეინები მოყვება სამაგრი, ასევე მოყვება წაბელები. ხო, fuse box ესე არ გიგონოთ, რომ ესე მახინჯურად არის. ამას ეს ჩააგებთ. აქ შურუპები დაეჭირება, მაგრდება და ეს მტვერი როა გემეიყაროს. და მაგრატელიც ვიპოვე. ამას ხილად გავხსნი. AC out. აი მოძებნით. სადღაც უნდა იყოს AC out. აი AC out. ეს უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში აბსოლუტურად ყველაფერი. AC out-დან გამომავალი დენი შედის ეს რატო დავხურე? აი, ნახე. AC-ინი. აქედან თავის ამოჭრილი აქვს, ამას ჩაამტროთ, შემოყოფთ და აქ დაждდება სამივე. Neutral, პლუსი, მინუსი. ყველაფერს, აი, ზედვე აწერია. L, N, P და ასე შემდეგ. ამებს დავსვავთ, აქედან გამომავალი დენი წამოვიდა, უკვე შემოვიდა ამაში. შემდეგი კაბელი. PV-ინი. PV-ინი რა არის ნეტა? PV-ინი ერთი, აი იდეაში ეს არის შემსვლელი დენის კაბელი. დადვე. ფეხი ჩამივარდა იქ. შეესკენ გადავატრიალოთ, გიო და აღარ იმაქ. არა, იქიდან წაიღე ჩაოლებრივად. გაჯვირა. ჩვენი მთავარი სპონსორი Holst იდეაში. ეს არის გენიალური რაღაცა რა, Holst G-ზე შევიძინეთ. ეს არის ხელსაწყოების ნაკრები, ანუ ყველა კაცის ოცნებაა ეს რა. ეხლა თან, როდეში და თუ ამას აგიწევრო. თან ავაწყობ რა. ეს არის ყველა წურუპი მოყვება აბსოლუტურად. AC out. AC-ინი. ეს არის აქ შეგვიძლია ჯერ ეს ერთი კაბელი დაგვრჩა აქ. ოპა. ეს არის კონტროლერის კაბელი, smart კონტროლერისა. აი მოვიდა. კიდევ ერთი. ეს არის უკვე ის იყო იმის. მეორე კაბელიც არის ეს უკვე 12 ვოლტის შემსვლელი, 12-დან დაიტენოს. ის მზის ელემენტისა იყო. ეს 12 ვოლტის შემსვლელი და ბოლოს კიდე არის. Alt-ინი. ალტერნატიული შემსვლელი არის ესეც. დაჟე ეს არის ესეც Alt-ინი არის, მეორეც Alt-ინის კაბელი იყო. არა, ეს არის DC out-ი. მოიცა? ოპა. DC out, ცალკე 220 ცალკე გამოდის და 12 ცალკე. აქედან 220 ხო შევა და აქედან 12 შემოდის, ანუ აქეთ იქიდან. ხო, და ეს ერთი დარჩა, მოიტა. ეს არის ისი კაბელი. ანუ ყველაფერია, ბიჭო, ვაფშე იმეა თითის განძრევა არ გიწევს. ეს არის უფრო გრძელი კაბელი. ინტერნეტისა. კონტროლერი არის აქედან იქამდე და იქიდან მერე smart კონტროლერამდე. ესე იგი, ჩვენ უძმდებო
ეხა უყურე ეს კუდი წაგართო დათო ხსნით ესენი არ უნდა დავკარგოთ აკვდა ეჯახო ეს ეხა უყურე fuse box როგორ აქედან გამოდის ალტერნატივ ინები გამოვაერთოთ ჯერ არა DC აუგუსტის შეგვიძლია უკვე რომ გამოვიყენოთ ანუ 12-ის გამომსვლელია ეს იდეაში შეგიძლიათ ეს ყველაფერი შეძვენოთ ეკოფლოგში ეკოფლოგის მაღაზიაში ეს არის 12 ვოლტის გამომსვლელი DC აი ეს გამოდიხარ სად არის neutral ხელით რატო ეწვალებით დათო ვაღებთ ეს ბავშვი მარვალის გააფუჭოს აქ არის იდეაში სოლზე წეგან საუბრობდი აქ არის იდეაში ვაფშე ყველაფერი დათო ახლო დანაჩვენე რა წეგან ხო გადაგვიყირავდა ცოტა აგვერია ელეთმელეთი აქ არის დიდი ტრეშუტკა პატარა ტრეშუტკა უფრო დიდი მოხსნელები 6 კუთხედები 32 არის კლუჩი მოხვეული კლუჩები ისინი ატიორკები ავიღოთ ერთ-ერთი ატიორკა ოიმე აქ არის გამომგდები ანუ ჩაქუჩი ტყელტუჩა ვაფშე ყველაფერია რა და დაბლით არის ნებისმიერ ამისთვის 3 ცარიელი ადგილი თავის სახელურები მოყვება რომ შეერთოთ ეს იყიდება ჰოსტიზე არის თოლსენის და თოლსენი კი ისეთ რომ როგორი ხარისხია და რამდენი ხანი ვხმარობთ ჩვენ რა ეს დავაერთოთ იგივე აი მარტივად ყველაფერს აწერია თავის სახელი რა DC იდე შემეშალა ამის დედა იდე კაი შეშიმ არ დავაერთე არაფერი მწვას დავწავდი მწვას დავწავ აუ სამჯერ შევხედე აი კარგი შემნარი ვინც ახარ ძედვი აწერია PN რა აი ეს უნდა გადაადგილოთ ესე და აი ესე უნდა დააყენოთ წავიდა ნეიტრალი არის შავი წითელი არის P დაჟე ახატია მინუსი პლუსი აუ დამუხტული ისინი რა მაგრა ასწორებს ნებისმიერ ჩვენი ტექნიკა როგორც ჩვენ რასაც ყიდულობთ და ვიყენებთ სამუშაო ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ ჰოლსტ G-ზე რა ეს არის ჰოლსტი იმენა ოქრო კაი ეხა ყველაფერი უნდა ამერიოს წამოვიდა DC წამოვიდა ეხა 220 ტენოთ ელი ენი ესეც იგივენაირად რა ეს არის უკვე 220-ის შემცვლელი ანუ მიტია ეს არა მომახვრეტინო ეხა ერთი ცალის გამო მაგრამ გვიწევს ნეიტრალი შემოვიდა აქედან ხო ეგ არის P neutral ხო ეს არის დამიწება რასაც ჩვენ დამიწებას ვეძახით ამერიკელი pendition ალბათ so 220 შემოვიდა AC in ეს არის შემსვლელი საიდანაც იდეაში დენს შევაერთებთ ეხა მინდა ეხა smart controller-ი როგორ შევაერთოთ CAN bus port რა არის არა აქედან ხო არა გამომსვლელი აი Excel-ში შემოდის აქედან so გვერდი აქ და ესე იგი აზრი არა აქ თვითონ გაიგებს ორი კაბელია ინტერნეტზე ერთი fuse box-ში ერთდება რომელიც აკონტროლებს უკვე ამას და მეორე მიდის იმაში smart controller-ში აბა ღმერთი ჩვენსკენ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ულტრა თანამედროვე ტექნიკა შეჩვენა და ბეტონის საზეზე მიერთებული აი მე ღმერთო ნეტა არ დავწვა
ხო, თუ დაუწვი ხა კაია შეშიმა. საგარანტიოსაც შევამოწმებთ. უარესი გავაკეთე. ბაიუშკი. So, ეს ჩართულია. ოპა. დათო, მოდი დათო. ჩანს თუ არა? მოდი ჭრილში მე დათუკი. Output-ი არაფერია, input-ი 2.3 კილოვატი შედის. Discharge recharging time. 2 საათ ნახევარში იტენება შეჩება. ჩვეულებრივ დენზე. ხო, ღადა, ოზიშვილი იყო. Recharging time ხო ეგ არის? Recharging. თუ charging. ეხ დენი არ ეს არის გათიშული დენი, არც ისე უნდა ფეთქდებოდა ახალზე. DC და იმაში, ანუ ეხ არის დენი გათიშული, არ გადის. Input-ი ეხა იტენება AC-ით. აი სოლარი და ალტერნატიული. ანუ აქედან შეგიძლია მანქანა ისაქნა, რა შეაესტო. ეხა შედის ამდენი დენი. ბიჭო, ფაქტია, ხო, ეგ არის რა. 5 კილოვატი, 21 გრადუსი. იდეალურია ტემპერატურა. აი 2%-ზე ავიდა, ეგ არის იტენება 2.20 არის. So, ეხა უყურე. ეხა არის დენი, არის გამართული მაგის დენი. გითხარი შეჩება ელექტრიკი არის, კი მაგის დენი და. რა თუ არის დაჯერება ბიჭო რა. რა მიფრინავს შეჩება? ამან ის დაიქოქა შეჩება. ეგი დაქოქილა ბიჭო. იმენაჩი. ეხა მთავარზე გადავიდეთ იდეაში ეს არის სისტემა ავაწყეთ ესე ეწყო, აღონ ეს ყველაფერი ლაგდება თავისით. მადლობა ეკოფლოუს ამისთვის და არ ვიცი, მართლა გეუბნებით, ეს არის იდეალური რაღაცა, რითიც შეგიძლიათ რომ დაისვენოთ მართლა რა. თუ გინდათ კერძო სახლში სადაც დენი არ გაქვთ, თუ გინდათ სახლ მანქანისთვის არის აი ძალიან იდეალური. ეხლა რაც შეეხება ჩინეთს რა იდეაში. ჩინეთიდან ძმდებო, აქ ვეძებდით იმას რა, გამწოვ სისტემას და ასე შემდეგ რა რაღაცებს. ეს არის ჩინური გამწოვი, რომელზეც აი კარჩი გამოვწერე მაინც რა, არ მინდოდა მეთქი რამე ბანძობა არ იყოს მეთქი რა, მაგრამ მაინც გამოვწერე. ეხლა ეს უნდა დავაესტო. ეხლა უფრო რთული რაღაცები იწყება დათო, აქამდე კიდე ყველაფერი ნორმალურად იყო. DC out, ხო, აი ეს არის DC out. რაღა ბატარეაზე ვდებ, არ დაიბრახუნოს. სახში არ გაიმეოროთ. ბატარეის გარშემო 740 ვოლტი ძალიან ცუდია. So, ეხლა უყურე, აქ ყველაზე მთავარი რა არის იდეაში რა. ეს ხო არის გამწოვი. აქვე აქ ჩაშენებული ნატურები. ნატურებს ჯერ არ ჩავთავთ. ჯერ ჩავთავთ მარტო ამას. ნეიტრალი პლუსი. ესე იყო გათიშულები იყო დათო. ხო? რას ვაკეთებ? ნუ ნერვიულობთ. არაფეთქდეთ, ხო? თავისი პანელი მოყვა. ამაში მივეცი $80 რა ალიბაბაზე. ოღონდ ყველაფერი ანუ ერთი ყავმას არ ადუღებს თო დანარჩენი ეხა უყურე ეხა smart controller-დან უნდა გაუშვა AC გავთიშვა DC-ში უნდა გაუშვა დენი ეტა ეს რისი კაბელია დამიწევა თუ ნეიტრალი ეხა ვეგავიგებთ გავიგე, მაგრამ fuse box-ი აფეთქდება თუ რამეა. ჩავაერთეთ მეგობრებო 12 ვოლტი. აქედან ეხა პირველ channel-ში უნდა გაუშვათ დენი. ჩაიხტო. აბა. გრილდება. შეგიძლიათ წიაგას მოუმატო. ასევე აქ reverse-ი. და ეხა პირიქით და ანუ შეწოვა, გაწოვა, შეგიძლიათ ეს უბრალოდ ოდნავ ჩამოწიოთ. ზუგ დაიხურა. აქ ესეთი ის რა, სენსორი, აი ამაზე. აქ რო წყლის წვეთი დაეცემა, მაგალითად დაეცა. ეგრევე წრედი შეიკრება, მიხვდა რომ წვიმა წამოვიდა და დაიკეცა, რომ წყლით არ გაგევსოთ იქაურობა. ასევე ამას აქვს
ლედიანთებს? შუქი? მოკლედ, მაგარი რაღაცაა, გავთიშოთ. ამის წონა დაჯდა დაახლოებით 60 ლარი, ყოველთვის მანქანით იმით სახმელეთოთი ვიწერ ხოლმე რა. თუმცა კომპანია კიდევ არ გამოჩენილა, რომ გავარეკლამოთ, რითი ვიწერთ, ამიტომ კიდე არ ვიტყვით. ეს ჩემი ჰოლსტის კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ეს დანადგარი შეგიძლიათ ჰოლსტზე შეიძინოთ, წეღან რომ გადაგვიყერო და ყველაფერია. ატვიორკები, აი ესენი არის საჭირო რაღაცები. ფოლადის მეტალის ტეებია რა, აი სადაც რთულია ხოლმე იჟანგება და მოსაშვებად არის რთული. ამით შეგიძლიათ შეაჭოთ, უმძიმეს იმაზე არ პირობებზე გათვლილი. დაუჭიოთ და მოატრიალოთ რა. ასევე არის დაბლა შესანახკოდელი და თან კაია აქვე მუშაობ რა, ზეთი და ის და ეს და ყველაფერი არის ჰოლსტ ჯიზე იდეაში, ესე შეძენით. ეს გაუხსნელია, ჯერ არ გავხსნი აქ ხო. ეხა უკვე ხო. ესე გამოვწერეთ. ეხა მთავარი მეორე, ეს არის ბოილერი. ანუ ცხელი წყალი მარშრუტკაში. ამაში მივეცი $30. არა ვარ. $30 მივეცი. იმიტომ რომ ჩინელებმა ეგრე ღირსო. მეთქი ეხა ჩამოვა 2 წვერი კაბელი და მეტყვია რომ ეგ კაბელი იყო მარტო. ჩამოვიდა ბოილერი და ყველაზე თან, კაი, ბოილერი ხო ჩამოვიდა, ანუ გავგიჟდია თავის სამაგრებით ყველაფრით. ორ კომპონენტზე მუშაობს, 220-ზე და 12-ზე. ანუ შემიძლია თუ დენი მეტი მექნება სადმე იდეაში, ამაში 220-ით გაუშვა დენი აქედან რომ დავაწვე smart controller-ით და გაუშვა 220 და 220 მალე გავაცხელო და მეორე ვარიანტია გზაში თუ არ და ვიცი რომ 1 საათში უნდა გავჩერდე 12-ით გავუშვა და ანუ დენს არ დავხარჯავ მანქანის დენით გავაცხელებ წყალს იდეაში. ორი კაბელი ხო 220 და 12-ზე მუშაობს. ცალკე მოყვა კიდე კონტროლერია, რა საიდანაც ტემპერატურას გიჩვენებს, რამდენი გააცხელოს, სად გაითიშოს, წყალი ცხელი ხო არა. ანუ $30 ამის დედაში. განა რად გიღი? ჩინა. Why is this is item? Why money? რა რჩებუიცა? რა რჩებათ, ჩემი დედა. და ვაფშე ეხა გადავედით შემდეგ სიგიჟეზე რა. ეს არის კონდიციონერი. ძირითადად კონდიციონერებს არ აქვს ხოლმე გათბობის ფუნქცია, ეს კონდიციონერებს მარტო აციებს. იმი რომტომ გათბობისთვის სხვა სისტემაა საჭირო. ზიმა ლეტა არ აქვს. აციებს ყველა, აი დაუბერავს აციებს. ჩინელებს მიწვია რომ აქ ამეთქი, თურქეთში მეთქი, $1000 ღირდა მეთქი რა. და აქ საქართველოში ეგრე $800 ღირს, ოღონდ წინ მთელი მანქანა უნდა დაშალო, გაახალო ტრუბები მიერ, დედა უნდა ყლა მანქანას რომ თბილმა ჰაერმა ზამთარში დაუბეროს. ჩინელებმა მახარო დავითიშო 1 წუთიო გადაამოწეს და მითხეს რომ თვითონ ეს კონდიციონერი $400 ღირსო. მაგრამ $50 თუ დაამატებო კვადრატულობას გავზდითო, შენ მარშრუტკას რომ უფრო კარგად ეყოსო და თბილის ფუნქციას ჩავდებთო. ერთი აუ ჩემი კარგი ესენი ცალკე მაგიჟებენ თქო რა. მიდი მეთქი აბა. ერთი აუ უბერე. დავაი $450 ჩაურიცხე. ტიპი მწეს რომ მახარო არ ენერგულო მინიმალურად ანუ შიგნით ნევსის წვერს ჩაგდებდი ისე იყო შეფუთული. დაზიანებით არ ჩამოსულა, ყუთი იყო დაზიანებული, მაგრამ ერთი ნაკაწრი არ ქონდა. და ზუსტად იყო ისე შეფუთული, რომ ბევრი არ გადამეხადა წონაში. წონაში გადავიხადე 250 ლარი რა. მართლა ანუ 250 ლარი გადავიხადე წონაში. გათბობა, გაგრილება, ჰაერის ფილტრაცია და ისე შემოტანა, ცარიელი ჰაერისა, ფილტრი, ანუ უცუდისუნია გაერთო, ფილტრაცია შემოთავ, სუფთა ჰაერი შემოდის. ვაფშე ყველაფერი აქვს, ბიჭო. ზევიდან ხო კონტროლი აქვს. თავის სამაგრები, თავის კაბელი მოყვა. მე კიდე მომწერა რომ მახარო არ ნერვიულო, კიდე დამატებით კაბელი გამოვაყოლეთო, თავისი მცველითო, რომ მოგიწიოსო შორმანძილზე გატანაო, გაიტანო. პულტი, იქითაც პულტი, თავის სამაგრები, ვაფშე ყველაფერი. ეს ზევიდან იჭერება, მაგრდება, ეს ჩამოდის დაბლა რა. დაბლით ამხარეს, ეს ეფარება, სო დაბლა გაქვს ეს. დანარჩენი არის ზევით. თავის მაკონტროლებ იდეაში აი ეგ დაენდება, ეს ამოჭრილი ამას ოთხკუთხედად ამოვჭრი. ზევით და აქ ჩამოდგება ეგრევე. თავისი რეზინებით რო წყალი არ ჩავდეს, ვაფშე ყველაფერს, ანუ დაჯდა $500. ოღონდ რომ მივწერე რომ ბოდიში მეთქი, ბიჭო, ესა რავალზე მუშაობს, 220-ზე მეთქი, იმიტომ რომ მეთქი ხო 220 რო ატაკო. კაროჩე, მანქანა ვერ გამოიყენებ რა, მანქანა რო დავქილე, მაგას ვერ მახარო. შენ ხო გითხარი რომ მე ეს ყველაფერი 12 ვოლტზე მჭირდებაო. აი ხლა მახინა. მართლა გეუბნები, ანუ მუშაობს 12 ვოლტზე 10 ამპერზე მე მგონი რა. მოხმარება აქვს 500 კილოვატი რა, 500 450 საათში, ანუ
დაახლოებით 15 წუთი ჭირდება რომ გამყინვარება გააკეთოს მარშრუტკაში. ანუ 5 საათი ეს ჩართული არის მაქსიმალურად, აი ბოლომდე რო აუწიო 500 ვატი აქვს მოხმარება. ანუ დაახლოებით 6 საათი ეყოფა რომ ბოლომდე აი ქათამი რო შეყარო შეგნით, კაროჩე, ბათუმში თუ მიგაკ ქათამი გაყინული ჩაიტან. ამიტომ შეუმეხმიანეთ ვინმეს ქათამი თუ გაქვს გადასაზრდი ბათუმში, დასავლეთის მმართველობიდან პირიქით შეიმარშრუტკა სახლივანქა შევალაგებ ქუჩი წავიღებ წამოვიდე, პრობლემა არა მაქვს მო. ეხლა შიდა სისტემები ეხლა დომინოში წავიდეთ და შიგნით გირჩევთ რა კაბელით რა უნდა გაიყვანოთ, რომ მარტივი ელექტროობაში ტყუილა რაღაცა დენი არ დაკარგოთ, იმიტომ რომ რაღაც სამ კვეთიან კაბელში არ გაუშვათ 12 ვოლტი, რომელიც ნატურისთვის არის, ნატურის ჩასართავად არის საჭირო. რა ყველაფერს აქვს თავისი ვოლტაჟი, თავისი სიყვარული, თავისი გახარება, თავისი ერთგულება. დომინოში გაჩვენებთ ახლა რა უნდა ვიყიდოთ. მოვედით დომინოში, დღეს უნდა შევარჩიოთ კაბელები, ელექტროსისტემა ჩვენი სახლ-მანქანის ნუკასთვის, იმიტომ რომ სახლ-მანქანა არის ესა. წესით. აქ გაიჩითა ახლა. ეს არის ნოგა Mercedes. ეს უფრო დიდი არის. შემდეგში ეს იქნება რა. ეხ კარლაინში პროჭის კანკალითა ზიან შეჩემა. რა შიქوارაკ რაღაცა ხდება. წავედით ახლა შეგიძლიათ კაბელები და ელექტროსისტემა ავარჩიოთ და გეტყვით რა უნდა იყიდოთ და როგორ. ესე იგი, მოვედით, ეს არის ქართული წარმოების საკაბელო დომინოში რა. მე მაგრამ მევასებ, იმიტომ რომ სადაც გამიყა ეს რეკლამა არ არის. მართლა სვეჩი კაი კაბელი გვაქვს რა. ეხლა მინდა ერთნახევრიანი კვეთა მინდა შტეფცელებისთვის იდეაში რა, ხო? 12 ვოლტის სადაც გაივლის და 220 თუ ორ კვეთიანი ავიღო და ბარემ ყველაფერი ეს არის სამწვერა. კიდე ამის სამწვერიანი კაბელი წამოათრიეს. სხვადასხვა ეხლა შევამჩნევ რომ სამწვერიანი კაბელების წარმოება დაიწყო. ეთქობა დამიწევის გაკეთება ვისწავლეთ ქართველებმა. მართლა გეუბნები. აი ეს არის ორწვერა 0.75-იანი ლედებზე გამოგვადგება უეჭველი. ურიკა არა მაქვს, ეხლა მივხვდი. და ურიკა გვინდა. და 2.5-იანი კვეთა წავიღოთ 20 მეტრი. 2.5 უკვე ბევრ ამას გაუძლებს. რაღაცების გადასაბმელად. ეს არის შტეფცელამდე რა, ეს დაგვჭირდება 2-20 მეტრიანი წავიღოთ. კაბელებიც კარგ გავაკეთებ, იმიტომ რომ ელექტრობაში ხაია არ უნდა მოხდეს რა, აი. დანაკარგი ძალიან 5 კვეთიანს არ გავუკეთებ, იმიტომ რომ დანაკარგი ბევრი არ იყოს და ამიტომ 0.75-იანი ლედებზე და ნატურებზე და რაღაცებზე და ეს არის 2 კვეთიანი შტეფცელებზე აი ყელში ამოუვა რა. 22 წელს ავიღებ. 2 კვეთით არ არის, 2 კვეთაც ყელში ამოუვა, მაგხელა მოხმარება არა გვაქვს ჩვენ ახლა იქ. ისეც უნდა ვჟმოტოთ დენი. ერთნახევრიანი ავიღო, გაუძლებს. ერთნახევრიანი რამდენი კილოვატს უძლებს? 2 კილოვატს გაუძლებს? აი ძმას ვკითხოთ ერთ. მომსახურებაში არის ჯერ რა. აუ დათო იდი ნახული შეჩემა. რატო იცხომ ეს აი ეხლა ვზიო ფიქრობ მაგაზე რა. აი ორ წვერა კვეთნახევრიანი. 50 მეტრი. სამი კვეთნახევარი რამდენი კილოვატს ატარებს? დაახლოებით 2. 2 კილოვატი რო შეაერთო. 2 კილოვატი რა არის? რა მუშაობს? პლიტადე მადუღარა, ხო? დავაი ერთი და რა ავიღოთ რა. ოპა, ეს როგორ კოხტათ არის? აი ურიკა რა. ეს ურიკა ვისია? მე ვიკითხე ძმა, არ მაინტერესებს. ესენი რა. ტექნოლოგია. აქ რო წყალი შევიდეს ოდაგ. ეს მაგიდისა? რაღის, აბა ძვირი თუ არაღის დავით ვიყიდი. 200 ლარი. Open. შენით შეკხვაგა იმენა ჩვენი მარშრუტისა რაღის გთხოვ არა აუ მე მეგონა 35 118 ეწერა 600 იღის შეჩემა აუ არა და რა თისია დავით ამითი გავერთობი რა აუ რა ვიყიდო შეჩემა აი გავაკეთო მაგრამ ეს არის ალბათ ოფისისთვის სახში ამას რო ველოდო ხო მოუყოდი USB ბიჭო USB პორტები რო ქონეს ეგეთებიც ვახში ეს უნდა ტრიალებდეს მაშინ იქნებოდა მაგარი ზამოვიდა შეჩემა რა უხეხულია იქ მაგიდაზე მინდა რომ რამე ჩავაშენო რა USB-ანი ამას ვაფშე Type-C აქვს
ნუ აი ამოდის, მაგრამ 1-2 სად არის? 1 ესე ნიაფიხის 50 ლარი ეს. ამას ჩავაშენებ არა? 3. 75. просто ძალიან ნელა ამოდის. გამარჯობა. შეგიძლიათ დავიხმაროთ? ეს 5-ია, ხო? 99 ლარი. ეს ჯობია ყველას მეგონი, შავია რა, მატოვი. просто ამას ის არა აქვს. აი ეს მინდა მაშინ 24. 24. 150. ეს რა? ეს დაბლა არის. ესეთი 100 ლარიანი ან 40 ლარიანი არა გაქვს. ასეთი ფორმის არა. ეს ძალიან კაი. ისიც USB-ც რო კონდეს შავი ფერის ეგეთი რამე. ეს ღირდა ყველაზე ძვირი მე მგონი. 150. ბიჭო, რო დავით, ეხა შეღებო არის ეს პრობლემა და 100 ლარს ვიხდით შეღებაში? აი ეს მეტალი ჯობია ავიღოთ და მეტალი უფრო მარტივად შეიღებება რა. 100 ლარს აღარ მესამე რა არის? 75 ლარი. ეს მოგვეცით მაშინ. მაგას შავი ფერი არ აქვს. მოიცა 100 ლარი 1.4 ლიტრის აღება. ეგ მოგვეცით, ოქროსფერი. რამე ოქროსფერიც არ არის ცუდი დავით რა. ვეძებდით, ანუ 3 გადაბმა არის, არ არსებობს 5-ზე მეტი ჩასაერთებელი და იმენა ჩვენი ოცნება 1 2 3 4 5 6 7 არ არის ბევრი 1 2 3 6 7 8 ცალია და ამას ვაფშე პულტი მოყვება იცი ჩენელები რო გათიშო მართლა გეუბნები გამოსხივებაზე მუშაობს აი წავიღოთ დათო უფრო დიდიანი არ არის აი 2 3 4 5 6 7 8 9 10 პულტი მიყვა შეხედე შეჩემა 200 USB კაბელი 280.000 არა ჰა ეგეს პულტია შენ დინახო ეხა პულტები ნუ მოინდომე გაიგე ბიჭო ზარი არ გვინდა მანქანაში დენ ძალიან თესლია არა ხუთი კვერდა ესენი გვინდა ხალე იაფიანი ვარიანტები გვინდა დავით ფული უნდა დავზოგოთ გაიგე აი რა ნაცისფერი და ცუდი ფერი რა ამას რამე არ უნდა ეგრევე იმ კაროკაში ნახე აწყობილი ვარიანტები ზემოთ როცა ესენია ვერცერთი ვერ ვიყავი ამნაირი ეს Wi-Fi რას ნიშნავს? ანუ ესენი არის smart სანაფერი ინტერნეტს გამოყოფს? არა ინტერნეტს მოიხმარს ანუ მიაქ დისტანციურად შეგიძლია ჩართვა გამოთქვა სოკეტი ქართულია აიცა ეხა ამას არა ჩამქრალებს სენსორული ჩამქრალები არის და დისტანციურად მობილური საპით შეგიძლია მართვა კარგი ეს პლანშეტიც პლანშეტი არ მოყვება აქციით კაი ეს მინდა ერთი ცალი ხო ეყოფა დავით ორი ცალი 2 შენ 5 კილოვატი დენი გაქვს ეს სახლი კი არა კაი 2 ცალს ავიღებ კიდე ერთხელაც მომეცით იგივე 2 არა მეტი ვერა დავით მე გამაგზავნებ პაშუქჩოტო და ჩამთველიც მინდა ბოდიში დიმერი მინდა ლედი უნდა ჩავთო ოღონდ ულტრათანამედროვე დიმერი მინდა აი რაღაცა ძალიან დახვეწილი ძალიან დახვეწილი და ეს ნებისმიერ ლედს აი აწყობილი დაახლოებით ესეთ ვარიანტში გამოდის და ნებისმიერ ლედს არა დიმერს სპეციალური ნატურა სჭირდება დიმერიზება ლედი ჩვეულებრივი ლედი არ წავა და ლედებში არ იქნება უნდა დააყენო ან წველებური ვარვარა ახლებზე არა ახლები არის დიმერის სტრიპსები აი ეს ვარიანტია დიმერის ნატურა აი ეგ მაგაზი არ მინდა სტრიპსებზე ანუ ლენტებზე მინდა ლენტი თუ დიმერირებადია მაგ შემთხვევაში დასვავ ხორჯობია რომ ლენტები სადაც იყიდება იქვე დიმერებია და ისინი ვიყიდო იმიტომ რომ ასეთი კარგი ლენტის არ გვაქვს დიმერი ეს ეკიდა დიდი ალბათობით ამას ვაბრუნებთ უკან რა მადლობა სად არის ეგ ლედები იქ ჩვენ არ გვაქვს დიმერირებადი ლენტები არის ჩვენთან არის დავიზავდეთ მაგ თაროზე თუ წააგე თუ არა და ამ თაროს ჩუქრი მე არ წაახუტა ლედები სად იყიდება აუ დავით ეხა განახებ რომ კონსულტანტზე მეტი მე ვიცი იმიტომ პრომო ბოდიში ეს რა გერმანიის ბაზარი არის ეს ბაზარი არის ესენი გარდაცვლილები რა ვასაფლავებთ აუ მოდი აქ ეს რა არის შენი აზრით ესენი ლეებია
ესენი არის smart lentები. ლედის ესენი კომპლექტაცია არის, მაგრამ ამას შეგნით მოყვება ყველაფერი. ხო, მაგრამ ეს ხო არის ლედის კონტროლერი თაჩზე. რა აქვე შეგიმოწვევ ეს ჩემი აწყობილი არ არის, მაგრამ შეიძლება გქონიათ ითეს რომ ადამიან ხალხი აღარ აი მუშაობს. მეოთხე არის ეს ვარიანტი. აი ეს ამის ჩამო. მე მაშინ ეს დიმერი თუა, რატო არ მუშაობს? ეგ ელექტროობაში მივმართოთ ხალხს. საერთებული 200-ზე. ბიჭო 7 ანათებს ძალიან კარგად, მაგრამ ისე ორი ლენტი არ ეყოფა? არა, მე 7 არ არის. ერთი და ორი რო ამოვიდეს რა. ეს არ ეს არის? არის 5 მეტრიანი ვარიანტები. 65. გადაჭრა შეიძლება მაგისი? 200 ლარი ღირს, ეს არის 5 მეტრიანი ვარიანტი. 5 მეტრიანი რა ღირს, 200 ლარი თუ ისაღირს. არა, 5 მეტრიანი არის კლიენტი. 250. ამას გადაჭრა წესით 3-4 და აქვს ესეთი ვარიანტები რაც არის. გადაჭრას წესით ნახავ თუ აქვს მენიშნული. არა აქვს. მერე დაგჭირდება პროფილები. არა, გაიაფებულა. ეს არის კუთხის. ეს არის 2 მეტრიანები, ხო? 2 მეტრზე მეტი უნდა. იქ. ახლა იმდენი ვეძებთ ტყუილა და ეს ერთიანად უბრალოდ იყიდი და თავის კონტროლერია ყველაფრიანად მოდის რა. გოფრე მინდა წვრილი რა, გამარჯობა. 217-ში. მადლობა. 217 გოფრე. გოფრე წვრილი შავი უნდა იყოს. მოთხოვნა მაქვს. რატო თეთ? გავიგე, მაგრამ შავი ბიჭო ლამაზია. ნუ კაი ნაცრისფერი, არ ჩენი არ ჩემი. ერთი კაბელი გავიდეს ლიფი, აქ ორი გაეტევა, ეს ჩვეულებრივად. არა პროფესიონალიზმი გამოავლინე ამ წამს. ნახე ითულიდნენ. აზზე არიან ბიჭო, ეს უნდა გაზომო და ესე უნახლა და რამდენსაც გადაარტყა, აუ ეს როგორ მინდა ფაზნაკლებითა და ვერ ვიყიდე იმენა რა. ხიმჩის ეკემა ნახონ ეს ვიდეო და აი ეს მახაშე ესაჩუქრა და ლებდები. ოჩახთა ოპა ჩიმიდე. არ ვიცი პრესია, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდა. მაგარია ჩიმიდე. აუ, კალასთან დავხარჯე ესა. დავით, ეს სადა შევღებოთ, ეს კი არ ამუშაობს, მაგრამ. ხა? 123 სად არის? აუ, დაუბრმავდით ჩემი. ეს მოგვეცი 1 2 3 4. 4 ხო? 1 2 3 4. არ ვიცი, სად ვითვლი, მაგრამ მადლობა. დავგედე. ეხლა მინდა ამის ჩამთველები რა. ეს 12 ვოლტიანი დიმერი უნდა ვნახო ამის თუ ჩამთველი? არა, ჩამთველი შო. სად იყო? აქეთ, ხო? აი ეს არა. შავია ეს. ამის თავიანად, ხო? უკაცრავად. კიდე ჩვენა ვართ. ეს ვიშოვეთ და ეს ხო 2 ნატურაზე ყენდება იდეაში, ეს ნატურა მეორე ანთო. ამის ის მომეცი, იგი, ხო. ბუდუნა, ბუდეუნა. აუ, ქვეყანა ფულს დავხარჯეთ, დავით. მაშინ გაწყობილი არის და შიგნით და შტეფცელები და რაღაცები ძალიან კაია იგი. 700 $1000 შტეფცელები და ვაიმე ეს ხო არ არის? გახსნილი რომ იყოს პრობლემა ხო არ გექნება. გალოკილი არ ქონდეთ და გახსნილი კიდე არ აუშვეს. ეს არის ხო? როცა როგორ ყენდება ეს? პროსტა ეწერება? 26 ლარი ეს ღირს 26? ის მომეცი, კაი გამომიწერე მაშინ ეს. ხო დამაბრუნებენ უკან. კოდი მომეცი ის უნდა გაატარო. თუ მე შემიძლია უკან ჯიბეს ჩავიდო და ისე გავიტანო, მაგრამ თავი თეკინი აუმიჭეთ რომ გამსულკავენ, გაიგე? მაგრამ მე რას ვერ ეგებცი, როგორ მაგრდება რა. 500 პირიქით. რა, აი ეს აქ ჩავდე ეს ჩავდე ვაიმე ეს თეთრია ბოდიში ამერია. კარგად მოძებნე, მან შეიძლება იყოს. არის? ვა! აუ იმენა რა ძლივს. დაუდი ღმერთი არსებობს. გეფიცები, აი ღმერთი ხატი 365 წელიდან მე თუ რამე მეც. გეფიცები. იმენა ბოლოში დო იმის ქვეშ, ძმაო. აგნესა დათოს რო ფული იპოვა, ხო იცი აგნე ქვის ქვეშ რო იდო. აუ მართლა ძალიან მაგარი. ეს გამომიწერე, ყუთის გარეშე იყოს, არ მაინტერესებს. კი. ესენი რეები ჩავდეთ, ჩეჩემი. იქ არის ბოზი. აი ვიზუალურად ლამაზი მაინც იყო. არა, მნიშვნელობა არ აქვს გარედან. გარედან როგორ აქვს მნიშვნელობა? პლასტმასი არ გაგიტყდეს. პლასტმასი არ გაგიტყდეს. დავით, ხო ის როგორ სადაა მონტაჟი? რო ვიპოვეთ ემოციური კავშირი. ან 26 ლარი რატო ღირს მართლა ეგ პლასტმასია.
რა დროს ბიჭო ბოლო წამს კიდე კაი სფურცელი აწია და იმის ქვეშ შეგდო, თორე? აი დედას გიფიცები. ბოლო როა დარჩენილი და აი რო მაგრატ ეხავს. მე იმენა იზგინდა რა და აი შეისახელი სოფო ძალიან დიდი ამ გადაგვაჩინა რა. უბრალოდ ფურცელი უნდა აგვეწია და იმის ქვეშ იდო ბიჭო. მიუმართავ ხალხს, ნუ იცით დაშლა რაღაცების. მე ვეღარ პოულობ სადრადებს რა. აი იღე ნორმალურად რა. ამოწყდით ერთ დღეს. არ უნდა გადაფუთვა. ბიჭო, პატარა ტუალეტი ხო არ ვნახოთ. იმის, აი პატარა, აი ჩემი მოკუკული ცოტა ისეთი დათქვამია. ჩემი მოჯმულიო აი ჩარეცხოს, ცოტა წყალიო დახარჯოს რა. ანუ ხტები 5 ყველაზე პატარა რამდენი ლიტრიანია ჩარეცხო. აი მე ვიკითხოთ, რომელიც ჩარეცხოს ჩაადედისპირებს. ვაფშე რომ ქვავდეს ეგეთი მინდა. ეგეთი იყიდე მართლა გეუბნები, მანქანები ცოტა ქვავს რა, რაც ცოტა ჟღერდეს ხალხო, რომ ჩავარდება ნებისმიერ ზომაზე რა, ეს შლის, ატრიალებს და ქვავს. მართლა გეუბნები მეთქი, შეჭემა, ნუ იცის. უაზროთ რაღაც ისიცი. აი. წეგან გეძებდი, ჩვენ გარეშე ვიპოვეთ ყველაფერი. ბაჭა. ნელ-ნელა, ხედავ? ხეზი ასვლა არ უნდა გესწავლებინა. ეხლა დავდივარ ჩვენი თვიძე, რაღაც ოპა, ეგ არის ვიპოვეთ. როგორ ახალ? აი წეიწი ხო. მე ხალხი დამიწყებს. რატო რა ლაპარაკეო? რა მეუთხარი ხალხს, თორე მე ის არ ყო. ის გოგო ანახე. ეს გოგო განახე ინსტაგრამს ითხოვე შენ და არ მივცემთ. ის ზომას ითხოვე მე მგონი. ბეჭედის მონში? ერთი ორი გავიგე. მე გილიოტინას თითი განახე მაგისი აბა. შენ ნახევარია. რამდენ გამომწერზე რო ავალთ მაშინ რომელ გამომწერზე დავწეროთ ინსტაგრამი შენი? ეხლა ვართ 35 ვთქვათ. 50. 50-ზე ინსტაგრამი გამოიწერე არხი და 50-ზე დავწერთ შეცდომით ინსტაგრამ გვერდს. მე ვარ რატო ჩაი იმენათავდი. მადლობა აქვე ჰოლსჯი არის ჩემი ოქრო კომპანია, რომელმაც იდეაში აბსოლუტურად ყველა აი რო გვიჭირდა მაშინ დაგვიდგნენ გვერდში გეფიცები და აი არხი იხურებოდა და მახარო გთხოვ არ დახურო. და უკვე ვარდებოდი და კაბატონმა ნინო მე ხელი ჩამჭირდა და ამიყვანა კალდეზე და მე თავიდან გადმომაგდო. ეკოფლოუს მადლობა, ძალიან ჯგირი მართლა აი ამითი ალბათ 2 თვე მოვიგე მინიმუმ, იმიტომ რომ აი ხა 12 ვოლტიანი აკუმულატორში უნდა მეტენა, მე ის გადაცხელდებოდა, დაჩაჩართული გაჟონა, აკისლენია რატო აქვს, სუნი რატო დგას, იყიდე, კიდევ ერთხელ გეუბნებით. არა მარტო სახლ მანქანებში, კოტეჯებში შეიძლება 3 კოტეჯი ისე ამუშაო ენერგოეფექტურად, რომ არ დაგჭირდეს დენის აყვანა და კაბელების გაჭირვა და დისკომფორტი არ გქონდეს. ეზოც გაანათო, ბაღიც გაანათო, სახშიც მოხმარებას გქონდეს და ასე შემდეგ რა. ამიტომ ეკოფლოუს ეს ბატერი კიტი იდეაში ეს მანქანისთვის, მაგრამ სახლისთვის გამოიყენება. ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ცალკე ვთქვი სახლისთვის კიტები. ასევე არის პატარა ეკოფლოუს პანელებია, რომელშიც იყიდება. თვითონ ეკოფლოუსთან შეგიძლიათ იყიდოთ განმოდებაც აქვს, განაწილ-ნაწილად ყველაფერი აქვს. და მარტივად დამუშავოთ ყველაფერი. და ასევე არის სახლის კიტები კიდე ცალკეა. ის სხვანაირად არის ოდნავ მოწყობილი რა. ეს არის იმენა ამისთვის. და ამერიკელებიც პირჯვარს იწებენ და ოცნებობენ ამაზე. და ძია გიორგის აქვს. აი გამოპალ მანქანას რა უყვა მის დედაში. წავედი, მიყვარხართ, ეს იყო ინფორმაციული ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაჯმა დაიწყოთ კიბერატვარ გააკეთე מחარო. იმე შემდეგში გავაკეთებ. ინფორმაციულად ჩათვალეთ ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ უკვე ნებისმიერ რამეში გამოიყენოთ რა. მადლობა, თუ რამე შეცდომით თქვი, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, იმიტომ რომ მე ვითარდები და ჩვენ ყველა ერთად უნდა განვითარდეთ. გაკოცეთ, გეხოვით თქვენი მაწარა, მაძარა, კიდე შემეშალა ძდა ხ. ეავის. ეს ენდი გადაიგე. ენდი 15 წლისაა რა. გორში იყო ხოლმე და ეხა აქ ჩამოვიყვანე. ვეღარ ხედავს რა. და გზის ეს უდამდებს რა. ბედნიერი სიბერე მინდა რომ კონდეს რა. არ ვიცი ხა რატომ მინდოდა რომ გამოჩენილიყო ენდო. ვიდეოში ხარ შეჭება. არა ეს შეიძლება ჩაეცინა მოხუცებ. უცებს ძინავს ხოლმე. კიდე რამე ხო არ გამოგვიწერია დათო. უეჭველი არაფერი გამოგვიწერია შენ თან. ხო არაფერი ეგ არის. წავედი.